ეს არც ისე შორეული წარსულია. დრო, რომელსაც ხშირად იხსენებენ ბნელი 90-იანების სახელით. ეს სახელი ამართლებს ამ ეპოქის როგორც ვიზუალურ, ასევე მენტალურ და სოციალურ მდგომარეობას. მუდმივი საზრუნავი იყო ნავთი, რომელზეც იმ დროში არსებული ქურების უმეტესობა მუშაობდა. საკვები, რომლის გასაკეთებლადაც საჭირო იყო დიდი ფანტაზია და რა თქმა უნდა ფქვილი და წყალი, რომლისგანაც გააკეთებდით როგორც პურის კატლეტს, ასევე ეგრეთ წოდებულ სიგულას ნამცხვარს. ბოლოს კი 90-იანების სიმბოლო, მეცხრე ბლოკი, რომელიც ელექტროენერგიის მიღების ერთადერთი საშუალება იყო. სულ გაფუჭებული იყო და ვერასდროს გაიგებდით, რას აკეთებდა ამ დროს დანარჩენი 8 ბლოკი. მაგრამ იმასაც ხო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომელ ფიდერზე იჯექით. ჩვენ დავიწყეთ აქედან როგორც პატარა როგორც თამაში რა პროსტა ერთი რეპეტიცია აკეთიკით და შუაში რეპეტიცია კაი რაღაცა მოვიდა რა იქნება სიტყვები არ ვიცით და შუქი წავიდა უსპა ნერა და როცა ჩამოვიდა ყველას ამბობდნენ აუ შუქი მოვიდა იმიტომ იმ დროს როცა მთელი უბანი იყო გაჩიშური როცა ჩამოვიდა ეს იყო დიდი ხმა ძალიან ბედნიერი იქნენ ხალხი და ეს ამ პერიოდში ეს იყო ერთი არასოდეს არ არის ეგეთი გზნობა ეგეთი შუქი მოვიდა ხოლმე და ვიფიქრეთ ოკეი ჩვენი ჯგუფი იქნება შუქი მოვიდა პატარა ესე იგი მარშრუტკა ვიყო დანგრეული ეზოში დავითაშვილის ქუჩაზე და იქ ჩავსხედით და გადავიღეთ კლიპი და ეს ზაზა იყო მთავარ როლში და მინიბუსი ზაზა დავარქოთ სიმღერას იყო ჟიგულის კაცი იყო ხაჭაპური იყო უჩხელა და ასე შემდეგ ნავთი როტაციოდა და ნავთი აღარ ქონდა ეს იყო დიდი კატასტროფა ხო ტურბო ეს იყო რაღაც ხსნა მაშინა პერიოდში და ამაზეც ვეროდით და ეს რა თქმა უნდა ყველაფერი იყო ძალიან დიდი ჰუმორი იმიტომ რომ ხა შეიძლება გიჭირდეს ადამიანს და იტირო, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. პირველ რიგში შტაპას მოვიხსნით, რომ 90-იანებზე ვერ ვილაპარაკებ. ლამაზი ქუდით, იმიტომ ეს იყო საოცრად ბნელი პერიოდი ჩემი ცხოვრების, რა თქმა უნდა, ყველაზე შთამბეჭდავით. და ალბათ ყველაფერი სკლეროზი რო დამემართოს 90-იანების ეს პერიოდი ალბათ არ დამავიწყდება. ეს იყო ბნელი პერიოდი, გადატანითი და პირდაპირ მნიშვნელობით. ეხლაც მაქვს იმდენად არ მიყვარს უშუქობა, რომ აი ძალიან რომანტიულ საღამოებს ვაწყობენ ხოლმე, ხო იცი აი სანთლებით და რაღაც შუქჩრდილებით ვერ ვიტანს, ხო იცი დაძაბული გზივა, რომ აი ხო ვაიმე რო აღარ აინთოს, ხო იცი სულ მაგის მეშინია, რომ აღარ აინთება არასოდეს და იგივეში მოყვება. ასე რომ არანაირ სიამოვნებას რაღაც ჩამქრალი და რომანტიული გარემო არ მანიჭებს. სანთელიც არ მიყვარს. აქედან გამომდინარე. ერთი ტიპები ვიყავით მახსოვს ცოტა ხნის მერე 97-18-ში მე აი გიორგი ბერიძე ხეო კინოოპერატორი დაცოტოშვილი და რეზერვატორი ვიყავით კატმანდოში და მე ვიყავით ეს ქუჩაში დამაზე და უც ჩუქი წავიდა რა და აი თელმა დამება და 4-4 ვიყავით და აი ნოლი რეაქცია და რომ მოვიდა იმას ისე და ჩვენი ისე ნოლი რეაქცია იმიტომ რომ ეს მილიონჯერ ქონდა ეს მოსწავლეს რეაქცია არ ქონდა იცი რა მახსოვს კიდე 90-იანებში იყო ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა ბენზინი არ იშოვებოდა და არა სუსაჭიროება იყო იმიტომ რომ თუ ძალიან წინწასულიყავი და დუბაიდან დუჟოკი ჩამოგიტანეს, მაშინ ბენზინი ხონდა ჩაგესხა და ამიტომ ბენზინი იყო საჭირო. ასევე ნავთი იყო საჭირო და უნდა გამთბარიყავით, ხო? და მე მახსოვს, რომ ჩემი მეგობარი ბიჭები იპარავდნენ ბენზინს, ოღონდ რა შვებოდნენ, იპარავდნენ რაღაც კანისტრებით და იმით და წუყავდნენ ესე. აი
ყველა დადიოდა და ერთმანეთის მანქანებიდან წრუპავდა ბენზინს. ერთი ამოწრუპავდა მეორეს მანქანიდან, მეორე ესე ჩვეულებრივად ესე წრუპავდა ბენზინს და ესე ცხოვრობდნენ და 1-2 კილომეტრს გაივლიდნენ მოწრუპული ბენზინით, მე შემდეგზე კიდე მოწრუპავდნენ და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და მეც არ ვთვლი რომ ვიღაცა ჩემ გვერდზე კრიმინალს შვება. ნუ განსაკუთრებული არაფერი, დიდი ამბავი ხა ბენზინს იპარავდნენ, აი ეგეთი რაღაცა. ნუ დაუბანლები თუ არა, კარგად დაბანილები მაინც არავინ არ ვიყავით იმ პერიოდში, იმიტომ რომ ეხლა იმით რა ქვია, ჭიქით ბანაობა რაც არ უნდა დიდი იყოს ისა, უბრალოდ შეუძლებელია, ხო? და მაშინ ვიბანდი ძითად ესე, რაღაც აი მთელი რამდენიმე დღე რო წყალს აგროვებ და ასევე ყოველდღიური ბანაობაც ესეთი ფუნდამენტური არ ხდებოდა. და ფუნდამენტურად საბანაოდ მე მაგალითად დავდიოდი ჩემ მეგობარ ირკასთან, რომელთანაც აი როგორც საპარკმახერო შეღო ჩაწერის დღეები გქონდა, რომ ყოველ დღე ხო ვერ მიგვიღებდა და ამიტომ აი ორშაბათი ვიღაცის დღე იყო, იბანდნენ ჩემი მეგობარი ნინო და დათო მეორე დღე იყო მე და ნიკას დღე, მესამე დღე და აი სამშაბათობით დავდიოდით ხოლმე ირკასთან საბანაოდ, რატომღაც აი რაღაც უბნები იყო, სადაც წყალი იყო, აი მაგალითად პლეხანოვზე იყო ერთ ადგილას, აი აქ ორთაჭალაში იყო, აი სადაც გოგირდებია, იქ მეორე ადგილას და ესე. ანუ რიგრიგობით ვიბანდით და ერთ დღეს ერთად დაბანილები ვერ ვიყავით. აი ის მაშინ იყო ურთიერთობა იყო როგორი გახსნილი, ციტო უცბად ტიპებს ადამიანებს საქართველოში დაემართათ აი ამ დროს აი ესე გადაიხსნენ, გაიხსნენ. მიხვდი? რაც ვერ მოახერხა ვერაფერმა, ვერც ხელოვნებამ, ვერც რელიგიამ, ვერაფერმა ვერ მოახერხა მაგის მეინსედი, რაც მოახერხა აი ამ ჯოჯოხეთმა, რასაც 90-იანები ქვია. აი მასიური გახსნა მოხდა რა. ერთადერთი რაც ნამდვილად იყო, შუქისგან, წყლისგან, გათბობისგან განსხვავებით, ეს იყო ნამდვილად იყო ურთიერთობა. იმიტომ რომ უბრალოდ ამით ვერთობოდით, ეს იყო კომუნიკაცია, იყო ერთადერთი საშუალება. თან მაშინ ტელეფონის კავშირიც გაწყდა. ანუ ერთმანეთს საერთოდ როგორ უკავშირდებოდით, ვერ ხვდები, არ მზის ამოსვლაზე ხვდებოდით, თუ რა ხდებოდა, არ ვიცი, აი შევხვდებით როდისაც, აი მაგას როგორ უნიშნავდით, ერთმანეთს ვერ ხვდებით. იმ დროს ესეთი ქალბატონი იყო ირენ გედევანიშვილი, წარმოშობით ქართველი, პარიზში ცხოვრობდა და მან დაიწყო ამ ჰუმანიტარული დახმარების ჩამოტანა საფრანგეთიდან, მოგეხსენებათ იმ დროს რაც ხდებოდა და დეიჩემი ეხმარებოდა ირენს. რაღაც საწყობი იყო ლილოში, სადაც ჩამოდიოდა ეთყობა ეს ჰუმანიტარული დახმარება, მოკლედ რაღაც საქმეზე იყვნენ მისულები და რაღაც მომენტში ჩამოჯდა და ნუ ისვენებდა. ეჩემი გარჩემ მოიყურებდა და დაინახა მიწაზე, იმ საწყობში იატაკზე. ეყარა უამრავი რაღაცა საფოსტო ბარათები. ბოლოს დაინახა რომ ეს ბარათები ზოგი დახეული ფეხებით გადავლილი რაღაც ესეთი. თურმე ეს ბარათი მოყვებოდა რაღაც ამანატს და ეს ყველა ბარათები მოყვებოდა ამ ამანატებს, რომლებიც გამოაგზავნეს საარბრუკენიდან. ეს თბილისთან დამეგობრებული ქალაქი იყო. არ კიდევ ასე. ხოდა ეს ჩემ ძალიან გზნობიარე ადამიანი და უცებ წარმოიდგინა რომ ის ხალხი გამოაგზავნეს ამანათი ალბათ რაღაცა ან მადლობას ელოდებენ ან რაღაც რეაქციას გადაწყვიტა რომ აიღოს რამოდენიმე წამოიღო დაურიგა თავის მეგობრებს ერთი თვითონ დაიტოვა მიწერა იმ მისამართზე დიდი მადლობა რა თქმა უნდა მეტი არაფერი მაგრამ ნუ რაღაცა რომ აი ქართველებმა ჩვენ მივიღეთ ეს ამანათი და რაღაც მოკლედ ერთ დღეს სახლში მოვდივარ და ჩვენთან სანთლში ვქცევი. მამა ჩემ დედაჩემზე წინა ამხელა უშუალო ყუთი უდეს. ხო და ნუ ეს აღმოჩნდა ისევ იმათი ამანათი, ანუ იმათ ჩაუვიდათ ეს პასუხი. ნუ რა დიდი მადლობა და იმას მაგ გადაწყვეტეთ რომ ეს კაი რა ხალხი არის ეს გვიპასუხეს ასე შემდეგ და გადაწყვეტეს კიდევ ერთი გამოეგზავნა. ხო და ნუ ეს კიდევ ერთი გახდა მერე კიდევ 10, იმიტომ რომ ყოველი ამანათის მერე დეჩემ სევდა რომ საკმარისია ძალიან გთხოვ დიდი მადლობა გამოსწორდა მდგომარეობა აღარ გინათ უხერხული ნუ მოკლედ ნუ ბოლოს რაღაც ესეთი კატეგორიული წერილი მიწერა რა რომ აი მორჩა აქ ყველაფერი კარგად არის ყველაფერი გვაქვს ძალიან დიდი მადლობა შემდგომ იმათ მოწერეს ესეთი წერილი რომ
ვინმე ოჯახიო კიდე ხო არ იცით, ვისაც ძალიან უჭირს რომ იმათ გაუგზავნოთო და შემო ნუ გაუგზავნე, მე იმათთან დაიწყო ეს პროცესი, გაგრძელდა უკვე ამ სხვა ოჯახში და ბოლოს დამთავრდა იმით, რომ ერთ-ერთი მათი ოჯახის წარმომადგენელი რაღაცნაირად აღმოჩნდა თბილისში, გავლით. და მოვახერხეთ, შევხვდით, აი მე და ჩემი შევხვდით, ძალიან სიმპათიური ხალხი იყო და всё, იმის მერე პრინციპში აღარ ქონია არანაირი კონტაქტი. 90-იანი წლები, განსაკუთრებით 90 წლიდან, მთლიანად დასაწყისი პერიოდი. ეს იყო უფრო მეტ სტრესი, ვიდრე მაგალითად რაღაც სახელის დარქმევა და იყო ძალიან დიდი სტრესი, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული რესპუბლიკა იყო და მდიდარი რესპუბლიკა იყო. კი ბევრი რაღაც არ ქონდა, ბევრი რაღაცა, მაგრამ უცებ ესეთი მოწინავე სპორტში და კულტურაში რეგიონი აღმოჩნდა რაღაც ვანდალების ხელში, წვერ გაუპარსავი ხალხი იარაღებით, რომლებსაც ვერავინ ვერ აჩერებდა ფიზიკურად. და ანუ სტრუქტურა ყველაფერი მოიშალა და ეს რაც არის ცივილიზაცია და სინათლე ის აღმოჩნდა ძალიან დიდი საშიშროების ქვეშ, რომ მთლიანად განადგურებული იყო. ძალიან ბევრი პრინციპში ჩემი თაობა მთლიანად გაიქცა, ან დაიხოცა, ან აღარ არსებობს, ან ისეთ მდგომარეობაშია, რომ დღეს საერთოდ აღარ ფიგურირებენ. ან ძალიან დიდი სტრესი იყო განსაკუთრებით ჩემი თაობისთვის. და ეს ამდენი ტრაუმირებული, ამდენი ადამიანებიც მართლა კარაქიან პულზე იყო გაზრდილი, ნახეს ეს ომის მთელი საშინელება. და ეს ხალხი დაბრუნებული, კან დამარცხებული. წარმოიდგინეთ როგორი ფონი არის საერთოდ შექმნილი ქვეყანაში. და ამ ფონზე პირდაპირ ავდექი და ეს ბერლინის პროექტი რაც იყო ახელესი შევეცადი გამეკეთებინა ფაბრიკაში, აბრეშუმის ფაბრიკაში. ტექნიკა რომლითაც ამ ივენტებს უკეთებდით ორგანიზებას, ტექნიკურ მხარეს ორგანიზებას იყო ძირითადად მაგალითად ტელევიზიაში ნაყიდი განათება უზარმაზარი. ან და სანთლების შუქი თუ განათება არ მუშაობდა მაგალითად ამ ფაბრიკაში ან ჩემს სახლში ვაკეთებდით სანთლებს გავდით და ძალიან არაორდინალური ატმოსფერო იქნებოდა სანთლების შუქზე. იგივე დეფილე და პოდიუმებს ვაკეთებდით, სანთლებს ვაკეთებდით, არც აი გათბობას რაც შეეხება ხალხი ერთმანეთს ვაკეთებდით ჩვენი სიტყვით. კვებას რაც შეეხება არც მახსოვს მე რითი კვებობთ, ეს იყო შემოქმედება, მეტი არაფერი არ იყო, იმიტომ რომ დღევანდელი გადასახედიდან წარმოუდგენელი არის მართლა რო ვეკითხები ჩემთვასო, აი როგორ ეს რაციონი დილას აღამოშუა დღეს რაღაცები რომ მიიღო და არც კი ვფიქრობდი მაგაზე, ეს იყო სულ გიტარა, სულ მუსიკა, სულ ადამიანებთან ურთიერთობა, სულ ფიქრი რაღაც შემოქმედებაზე, როგორ შეიძლება ამ კრიზისიდან გამოვიდეთ, რა შეიძლება ახალი ტენდენციები შექმნათ, რომ ახალი გზები მოვძებნოთ. აი ეს იყო სულ ძირითადად, იცით? და მარტო მაგენი აი საკვები ჩემი ეგ იყო, გათხოვება ჩემი ადამიანები იყო და სინათლე იყო ის შემოქმედება, რომელიც შემოდიოდა ჩემს სახლში და რომელსაც მე ვაკეთებდი და ის სანთლები, რომელიც ამას რაღაც ზონაზე არანჟირებას უკეთებდა. მოკლედ 90-იანებს სიბნელის და ბევრი ცუდის გარდა ახასიათებდა ცოტა კარგიც. ამ ეპოქამ დიდი გავლენა იქონია ადამიანებზე და სწორედ ამიტომ მას ხშირად გაიხსენებენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ემოციებით.